14 აპრილი დედაენის დღეა. 32 წლის წინ თბილისში ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად მასობრივი გამოსვლები დაიწყო. აქციის მონაწილეები საბჭოთა კავშირის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომელიც საქართველოში ქართული ენის როგორც სახელმწიფო ენის გაუქმებას გულისხმობდა. 1978 წლის 14 აპრილს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15,000-მდე ადამიანი დაიძრა. მაშინდელი მთავრობა იძულებული გახდა საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა და ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენად გამოეცხადებინა. და როგორ აღნიშნავენ 14 აპრილს თბილისში დედაენის ძეგლთან ლევან ჩხაიძე იმყოფება, რომელსაც პირდაპირ ეთერში ჩავხვდებით. ლევან, მოგესალმები და გისმენთ. ამ წუთისთვის უკვე დედაენის ძეგლთან დაიწყეს შეკრება თბილისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. 22 წლის წინ 14 აპრილს ზუსტად თბილისში მოეწყო დიდი დემონსტრაცია. მაშინდელი უმაღლეს საბჭოში განიხილებოდა საკითხი ქართული ენის სახელმწიფო ენად გაუქმების შესახებ და სწორედ მაშინ კომპარტიის გენერალურმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოსულიყო დემონსტრანტებთან და განაცხადა, რომ ეს საკითხი იქნებოდა გადაწყვეტილი ქართველი ხალხის სასარგებლოდ. მაშინ დიდი დემონსტრაცია და ძირითადი აქტივობა მოდიოდა უნივერსიტეტიდან და დღეს იხსენებენ ამ თარიღს უკვე უნივერსიტეტშიც. სარებაზე ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების საკრების თავმჯდომარე გახდათ ვასილ მაღლაფერიძე, დივანი გახდით მე. მიქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ შესულიყო კონსტიტუციის 75 მუხლი. 14 აპრილს კი ფაქტობრივად გახდათ დაგვირგვინება მთელი იმ დიდი მოძრაობისა, რომელიც უნივერსიტეტში მიმდინარეობდა დაიწყო და დაგვირგვინდა იმით, რომ კონსტიტუციის 75 მუხლში ქართული ენის სტატუსი, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი იქნა დაფიქსირებული. დედაენის ბაღში შეკრებილები არიან ფოლკლორული ანსამბლების წარმომადგენლები, ასევე საჯარო სკოლის მოსწავლეები და აქ აიღებდებიან ასევე პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლებსაც. ისინი ამბობენ, რომ ეს არის პედაგოგები განმარტავენ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და პატარა მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ქართული ენის მნიშვნელობა. მაგრამ წერილნი 500 ბავშვებმა ეს დედაენის სიყვარული, დედაენის ენის მიმართ პატივისცემა, ეს გრძნობა არ დაავიწყდათ და ახსოვდეთ მუდამ და იცოდნენ, რომ გაქვეყნი შვილები არის, რომელიც როგორი წარსული აქვს შენს ქვეყანას და ენა რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის, რომ ენის სიყვარული ყოველ ზეგს იქნებ დაედგას ფეხი, მხოლოდ შენ უჭკნობს, მხოლოდ შენ მარას, რა დრო, რა დასცემ შენს უკვდავს ხეულს. ო ენავ ჩემო, დედაო ენავ, შენ ჩვენო ნიჭოს რბოლავ და ფრენავ.